ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილების ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარები, ბორდურები, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების განმავლობაში მაისის ბოლომდე მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ. ბათუმის მუნიციპალიტეტთან ერთად დავიწყეთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, არსებული ქვაფენილის ჩანაცვლება სრულად ახალი თანამედროვე ასფალტის საფარით. წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ბევრ პრობლემას შეფერხებას უქმნიდა, განსაკუთრებით მძღოლებს და კომპანიების შერჩევით სეზონამდე, საზღვაო ტურისტული სეზონამდე ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოების იქნება დასრულებული. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობდა სატრანსპორტო სქემის შესწავლას ჩვენი ქალაქისათვის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში სამარშრუტო ხაზები შეიცვალა, ასე ამავდროულად შეცვლილია საგზაო მოძრაობის წესები, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია ჩვენი საზოგადოება. საერთო ჯამში პროექტის ღირებულება, რომელიც ორ ლოტად არის გაყოფილი, ორი სხვადასხვა კომპანია არის ელექტრონული ტენდერით შერჩეული, რომლებიც იმუშავებენ მომავალი წლის დაახლოებით დასაწყისისთვის დასრულდება აღნიშნული პროექტი.